Орал, сука. Хорош. Просто красавчик. Сидел в телефоне, залипал, слушал. Слышал за постановку, ты за ним просто сразу. Я слышу. Я такой, так, ну. Я подбегаю, вы вот здесь вот нахуй, и ты просто в него вот тут. Да. Шо, блин, шо через плод. Здесь еще ошибся, это... Сейчас, пойду спасибо скажу. Старый Андреса не научила, руку не достала. Готово, за. Готово. Очень правильное позиционирование было. И вот этот лило, посмотреть на. там лило просто столько скилла дала вообще. Да, покажи, я посмотрю. Я просто сидел там вообще, блядь, клиент отвечал нахуй. Да, у меня тоже отрезал же все уже. Тут пусто, все, ничего, да? Нет. Ничего нет. А он kiss the wall сделал. Все, нет у меня тоже.
но залетел охуительно. Я первый. У меня был кизывол. Что там с моей жопой? Она более-менее в порядке или только бампер? Только бампер. Руслан, я кизывол сделал. Видишь, мрачно, блядь. А кизывол ты ебанул, ты не почувствовал? Я его почувствовал, пиздец, как я такой, бам, нахуй. Было мрачно. Красавчик. Живая жопа, блядь, там нет. Не надо много тормоз, когда чейз. Вот здесь когда? Ручник сделал много. Я думаю. У меня просто буст, буслик будет, и я потом не поймаю ее, мне приходится держать. Да. Понимаю, что. Да, да. Мне приходится держать ее в оборотах, иначе я пропущу. Хорошо. Вот на манже просто, вот так ее. Невозможно просто на чейзе ехать. Черт, блядь. Хорошо? Это пизда. Я на манше прям в жопу тебе. Сандра, проеду.
в финал едем или что? სიგნალი და დავით ზარით პირველი გავლა. რეკეტის მარჯვენა მხარის პირველი გავლა, კარგი აგრესიული აჩქარება და ფლიპი. დისტანცია ძალიან კარგი. და რა კარგად ჩაუდგა მას დავით ფლივიძე პირველ შესანიშნავი გაყოლა. მასთან ერთად გადის ნახოთ მანჯის ზონა სინქრონულად ორივე ერთად დააგვიანა ალტეზამ და ამის გამო ჩამორჩა კიდეს და გასწორდა ალტეზა ჩაატრიალა ნახოთ როგორ გამოიყენებს ამას ლიდერი რომან ხაიტოვი მაქსიმალურად ახლოს ჩაიარა კედელთან და ბოლო მეხუთე ზონას ზედმეტი კორექციების გარეშე ბოლომდე ავსებს ნამდვილად და მეორე გამოვლაც სტარტი და ეხა როგორ მოერგება თავის ლიდერს რომანი ჩეისზე შორიდანვე გააკეთა მოწყვეტა ალტეზამ რის გამოც ცოტა ვიწროდ მოუწია ამ ზონის დასაწყისის გავლა მანჯიზე უკანა touch and go ავიღეთ ხაიტოვი ეხა უფრო ფართო ტრაექტორიით ემიზნება მესამე ზონას და ვიწროდ შევიდა საკმაოდ ალტეზა touch and go აღებულია ხაიტოვს ეთყობა უკვე რომ სპოტერებმა მიაწოდეს ინფორმაცია რომ გაევლო მაქსიმალურად სტაბილურად და ძალიან კარგი იყო ეხა რაც ვიხილეთ ბრავო Спасибо, спасибо. ესა ბოლოდ ვერ გააკატებ. ავტომობილის მონაცემებს და დავიწყეთ კიდეც პირველი გამოსვლა. რა გავლა გვექნება ამ ორ დრიფტებს შორის ეს სადაც უკვე კარგია, უკვე კარგი რა პროგნოზია კარგია, თელაშვილი ბრავო. ადღეშია საბურავი იდეალურად მიახლოებული იყო. სინქრონული გადაწყობა მანჯის ზონაში ადრე რა ხდება გადავარდა გაიტანა მგონი მესამე ზონაში ზოლს გარეთ მიაწვა და აი ბოლო მეხუთე ზონისკენ ისევ ერთად შედიან გზელაშვილი იდეალურად ასრულებს თავისი ჩეისის დავალებას და ბრავო აი ეს იყო ალბათ საუკეთესო ჩეისი დღევანდელ ეტაპზე უკანა კარზე ასე იგი დაგვრჩა სამახსოვრო საბურავის კვალიც რომანის ავტომობილზე არავინ დაიდო გზელაშვილი ვისაც დაეწია ყველას დაუტოვა თავისი საბურავის კარი კი აი აქედან ასვალით ეს ჩანს ნახე მოწყვეტისთანავე რასაც ვამბობდი მისივე ტრაექტორიაზე დადგა რაც იდეალურია როცა ესე კარებში ბაზაში უდგა ხარ შენს ლიდერს და ვიწრო ტრაექტორიით არჭრი აქ გადაწყობა მესამე ზონაში ისევ ბაზაში შევიდა მასთან ერთად და აქ არც კი მიაწვა წეღა როგორც ვახსენეთ უბრალოდ როცა ლიდერი გადავარდა თვითონაც გაჰყვა სადაც თავისი ლიდერი წავიდა იქ წავიდა ანუ მაქსიმალური კომიტმენტი იყო ჩეისერის მხრიდან და ყველგან სადაც იყო ლიდერი იქ იყო Больше так не делай. Ты заканчиваешь на правую сторону, да? И пересекаешь его. В конце, помнишь, вот на этом заезде, что ты сделал? Ты закончили? А, я понял. Все. Отрезаешь, нельзя. Все, я понял, я не знал. ხმებს დავკარგავთ. ისი წინააღმდეგის არ ვარ, იმიტომ რომ დღეს გვაქვს დრიფტის ზეიმი, ხალხო რუსთავის ავტოდრომზე და
რა ხდება ვნახოთ როგორ მოწყვეტას როგორი მოწყვეტა იყო. ელის მუხრუჟით აგრესიული მოწყვეტა გზელაშვილიც ხვიდა და ხაიტოვის იგივე შესანიშნავი რეაგირება იყო იქვე. კარგი იყო რა თქმა უნდა ვნახოთ მესამე ზონაში როგორ შევლენ კარგია ხაიტოვი თუმცა ის აგრესია აკლია არ არის იმდენად ახლოს როგორც ბამპერში გადაწყობა აცალა თავის ანისანს კიდევ უფრო საბრძოლო და რა ხდება? სად გადავიდა გზელაშვილი? იმასაც მოძრა კი. რა საკეთებენ? ბრავო. არც ერთი ცოცხალი ბამპერი ამ გალაში არ დანტობა არ იყო აქ. Красава. Пару разлил. Свой бампер потерял. ჩვენი ხმა შეისმინოს იური. მილიმეტრებში გადაეწყო. აი იმდენს ისეთ სიზუსტეს მოიწევს და ისეთ ფოს. Я уберу. და მეგონი აპლოდისმენტებიც უნდა მესამე ვის უნდა რა ვიხილოს აბა აი ყველა ითხოვს გამეორებას ახო ძიური ეხლა მოვიდა იმიტომ რომ აშკარად არ ჭირდება კეთილაძე მიცა უკვე და აი დაიწყო ის სასასვლელო დეგოდით. დაიწყო გავლა და ვნახოთ რა სიზამს ხაიტოვი লিდის როლში ამჯერად ვნახოთ რა კარგი მოწყვეტა იყო გზელაშვილის ხიდა და ისევ მაქსიმალურად ახლოს მიყვება თავისი BMW 46 სინქრონული გადაწყობა დაჭერგაუზე ბოლონისკენ შევიდა ხაიტოვი ამჯერად აღარ გადავიდა საბურავებით გარეთ და აძლევს გიორგი გზელაშვილის საშუალებას იდეალური გადაწყობის შესრულებით ბამპერი გაუტარა უკანა ბამპერთან და ისევ მასთან კარებში არის ბოლო ზონაში ბოლომდე ბრავო აიაროს ვიდრე ლიდერმა იმიტომ რომ საკმაოდ ახლო იყო დანარჩენ შემთხვევაში და გზელაშვილი როგორის ხარტია შიკაინა გამოსვლისას ხაიტოვი ბამპერის გატარებით პირველ ზონაში ჩაუხდა და იგივე მეორდება ოღონდ პირისაპირისპიროდ განა ავტომობილები შესანიშნავი გადაწყობა შეფერხება ჰქონდა დაჩენდღეუს აღებაზე გზელაშვილს თუმცა მესამე ზონას კარგად ავსებს ხაიტოვი ამზადებს გადაწყობას ისევ გაუტარა ბამპერი ამას კორექცია გამოიწვია მისი მხრიდან და ბოლო ზონაში ცდილობს ახლა მიუახლოვდეს და მასთან ერთად ბოლომდე შეავსოს ზონა ბამპერი წაძრო ამ გადაწყობაზე ისევ მეორე ფაქტობრივად ერთნაირად იარეს ერთადერთი აი იქ სადაც აცილა პირველ გამოსვლაზე ხაიტოვმა იქ ვეღარ აცილა აი rate to angle ესეთი რაღაცა არის ინგლისურად ის არის საჯირთა რომ კიდევ ვიხილოთ რამე შესაძლებელია მე მინდა გითხრა რომ დრიფტის შეჯიბრში ორი OMT შეგვიძლია ვიხილოთ ზედიზე მესამე ვერ იქნება ფიზიკურად შემდეგ უკვე წლება კვალიფიკაციის მიხედვით რა თქმა უნდა მაგრამ სრულიად შესაძლებელია ეხლა რომ კიდევ ერთი OMT ვიხილოთ აი ხა რაც ვიხილეთ რო არ მომხდარიყავი რა და აი მე მგონი ეგორი რაღაცას მიცევს მაგრამ იქნება და გათანაბრდეს ანუ აი ნახე არ ვიხრები მაინც მე შენ ჩუმად გეტყვი რომ შეიძლება მე კი ხვდები რა ხდება მაგრამ ჩუმად გეტყვი სრულიად არავის არ ესმის ეხლა აი ხა ვაკვირდები ჩვენ საჯებს შორიდან ხვდები თუ გაუჭირდათ სახეებზე ჩვენ დავიწყოთ ჩვენებური всё ისევ ჩვენს მივაწვეთ ზეწოლავ საჯებზე OMT ავიყოლიო ტრიბუნა და ეგ არის ხო
Обсуждают. Ну там однозначно как будто, да? Знаешь. Технически все в порядке, не зацепил нас на кульком. Я проверил, ничего не течет. Единственное, фару поебал, но это не страшно. Не, он узкий есть, фиолетовый, 100%. Битва, раз. БМВ не выживет, да? Сразу после них кучи. ОМТ, они реально время тянут. Ну, сука, я с третьего раза сделаю эту ебучую перекладку, блядь. Да, ОМТ. Нормально, ты четко Да делаешь. они время тянут, им давай Делай надо. то же самое, что и делал. Перекладку тоже делай, постановка та же. У тебя первая дуга хорошо, в обратную сторону хорошо. Дальний я не вижу, там Игоря надо спрашивать. На манже тоже нормально, то, что ты его носиком цепляешь, похуй. Ну типа, чё... დავიძარით, ნახევარ ფინალის უკანასკნელი გავლა. ნახევარ ფინალის გავიცნობთ ეხლა და კარგია. ერთ საბურავი გარეთ გადავარდა, მაგრამ კორექციის გარეშე მოახერხა და დაბრუნდა ტრაექტორიაზე, აქ გაუტარა ცხვირი კარგად გიორგი გზელაშვილმა და ბოლო ზონაში იმასთან ერთად შეაგდო ავტომობილი, იგივე კუთხით მიემართება ეხა და გაექცა ეხა ცოტა ხუთა ზონისკენ ხაიტოვი გზელაშვილს, მაგრამ გზელაშვილი ისი გზელაშვილია, ეგრევე საბურავი მიუტანა საბურავთან და აგზნობინა რომ იქვეა. ადრე დაიძრა გზელაშვილი პირველივე გამოიყენა. პირველივე ზუსტად ის ბამპერის არ ქონა. აი ეს იყო, რასაც მელოდები. აქ გზელაშვილი მესამე ზონაში დაუდრიავდა ავტომობილი. ხაიდოს და გზელაშვილი აგზელებს რის ტრაექტორიაზე, ბოლო მეხუთე ზონაში უკვე ეგრევე გამარჯვებული ცნობით შედის და ასრულებს ამ დრიფტს. ხაიტოვმა მე მგონი გადაამარშა. კარგი იყო დასაწყისი. ხო, მე მგონი გადაამარშა. გამეორება დაიწყო ჩვენი გამეორება. გამეორება აშკარად გვაქვს ანახავი აქ როგორი პირველივე მომენტში ესე აგრესიულად თუ გამოიყენებდა ამას არ ველოდები. ზუსტად გამეორებას ველოდებით, იმიტომ რომ შუა გადაწყობაში მაშინ როცა გზელაშვილს ჰქონდა ხელის მუხრუჭი ნახმარი. რაც ძირითადად მიუღებელია ხოლმე და შეიძლება კითხვის ნიშნები გამოიწვიოს ჟიურის თვალში, თუმცა აი როგორი პირველივე მომენტში ესე აგრესიულად თუ გამოიყენებდა ამას არ ველოდები. ზუსტად გამეორებას ველოდებით, იმიტომ რომ შუა გადაწყობაში მაშინ როცა გზელაშვილს ჰქონდა ხელის მუხრუჭი ნახმარი. რაც ხაიტოვი გზელაშვილთან რომ გატარება მოუწია და დალოდება მას და აი აქ ნახე როგორ გადაწყობა ხო არ დავეხმარ. ხო, ანუ ძირითადად განიხილება მეგობრებო ის საკითხი, როდესაც დატრიალდა მე მგონი გვაქვს უკვე მივიდეთ. აი ახლა ყველანი უყურებს ჩვენს. აშაჯატურია გიორგი გზელაშვილისკენ გაიშვირა ხელი და ეს ნიშნავს იმას, რომ გზელაშვილი გადადის შემდეგ ეტაპზე ესეთ რთულ ბრძოლაში და ბრავო, ასევე რომან ხაიტოს, რომელიც აი რაღაცა ბეწვზე იყო გამარჯვებიდან და აი ბრავო ორივე დრიფტერს მოახერხა და აი რაღაცა კბილებით წაართვა გამარჯვება გიორგი გზელაშვილმა რომან ხაიტოს. ბრავო ხაიტოს. ბრავო